წინასწარი ინფორმაციით ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს ზესტაფონში მერობის კანდიდატად საკრებულოს მოქმედ თავმჯდომარეს ვახტანგ ღამბაშიძეს დაასახელებს, რომელიც მეორევადით ხელმძღვანელობს ამ მოწვევის ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოს. ვახტანგ ღამბაშიძე ზესტაფონის თვითმმართველობაში 2014 წლიდან მუშაობს. მისი თავდაპირველი პოზიცია გამგებლის მოადგილის თანამდებობა იყო. 2017 წლიდან დღემდე კი ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს იკავებს. ვის დაუპირისპირებს ოპოზიცია სახელისუფლო კანდიდატს, როგორც გახარიას პარტია საქართველოსთვის ზესტაფონის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი მაია კახნიაშვილი გვეუბნება, ჯერჯერობით ცნობილი არ არის. როგორც მან გვითხრა, კოალიცია ძლიერ საქართველოსთან კომუნიკაცია ამ საკითხთან დაკავშირებით გრძელდება. 4 სექტემბრამდე არსებობს ჯერ კიდევ ვადები კანდიდატის წარდგენის, ჩვენი პარტია გახარია, ჩემი პარტია გახარია საქართველოსის თანამშრომლობს და საზოგადოებაში ცნობილია მემორანდუმსაც მოეწერა ხელი ძლიერ პარტია ლელოსთან და აქედან გამომდინარე ვეძებთ ერთობლივ არაპარტიულ პიროვნებას, ვისაც ნამდვილად ეყვარება თავისი ქალაქი ზესტაფონი, ნამდვილად იქნება იმისთვის მოტივირებული, რომ საქმე აკეთოს ამ ქალაქში და იყოს მერი, არა მარტო თქვა პარტიული, არამედ იყოს მერი მთელი ზესტაფონში. თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს არის ჩანიშნული. ამ დღეს ელექტორატი მერსა და საკრებულოს შემადგენლობას აირჩევს. აზერბაიჯანის ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები მიმდინარე მომენტისთვის აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ყველა მუნიციპალიტეტში, როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. მოცემული მომენტისთვის დამუშავებულია დაახლოებით 125,000 ჰექტარამდე ფართობი. ფართობები მუშავდება თერმული ნისლით და ცივის შესხურების ტექნოლოგიის გამოყენებით. თერმული ნისლით მუშავდება სოფლის ტერიტორიები, ხოლო ცივის შესხურებით მუშავდება ტყის პირები და სიმინდის მასივები. ასევე ამასთან მინდა ვთქვა, მოიზრდა და გაანადგურეს სადგურების მეთოდის გამოყენება, რომელიც აპრობირებულია ამერიკულ შეერთებულ შტატებსა და წამყვან ქვეყნებში, რომელიც ასევე ნაკლებ ზიანს აყენებს, ესე ვთქვათ, გარემოს. ამასთან ერთად მინდა აღვნიშნო, რომ მოიზრდა და გაანადგურეს სადგურის მეთოდის გამოყენება გულისხმობს იმას, რომ მცენარეები, სადაც სადგურები შერჩეულია, არის არათაფლოვანი ხეები, უნაყოფო ხეები, უყვავილო ხეები, რასთანაც ფუტკარს შეხება არ აქვს, რასთანაც ფუტკარი არ მუშაობს. ასევე ყველა, ესე ვთქვათ, მოიზრდა და გაანადგურეს სადგურების განთავსება ხორციელდება მეფუტკრე ფერმერებთან შეთანხმებით და კოორდინირებით. თვისებებიდან და მახასიათებლებიდან გამომდინარე, მავნებელი აქტიურდება ადრეული გაზაფხულის პერიოდიდან დამოკიდებულია ამინდის ტემპერატურაზე, როგორც კი ამინდის ტემპერატურა უკვე 18 გრადუსი და მაღლა მიდის, მავნებელი გამოსვლას იწყებს, ესე ვთქვათ, იმ გადარჩენილი ადგილებიდან, იმ თავშესაფრებიდან, სადაც ის გვიანი შემოდგომის პერიოდში, შემოდგომის შუა პერიოდიდან გვიან პერიოდამდე ის ცდილობს, რომ ესე ვთქვათ, თავშესაფარი მოძებნოს და თავი გადაერჩინოს, ძირითადად სახლებში, ესე ვთქვათ, შენობებში, მიტოვებულ ადგილებში, შენობებში და მშრალ ადგილებში, სადაც ის შეძლებს გამოზამთრებას. გამოზამთრებული მავნებელი, ესე ვთქვათ, გამოსვლას იწყებს გაზაფხულის პერიოდიდან, როცა ამინდის ტემპერატურა 18 გრადუსზე მაღლა საშუალოდ ესე ვთქვათ, უკვე არის. ყველა საველე სამუშაოები გამომდინარეობს მონიტორინგ დაკვირვებიდან, მონიტორინგის შედეგებიდან, რომელიც ესე ვთქვათ, რაზე დაყრდნობითაც იგეგმება და შემდეგ ხორციელდება სამლობითი ღონისძიებები. ყველა ეს ღონისძიება მონიტორინგის შედეგებით დაწყებული დაგეგმა და განხორციელება ამ სამუშაოების შეთანხმებულია ადგილობრივ თვითმმართველობებთან, ადგილობრივ მერის წარმომადგენლებთან და ასე შემდეგ მათ თანამშრომლებთან. ადგილობრივი თვითმმართველობები ყველა პროცესში, ყველა ეტაპზე მეორებ ჩართულები არიან ყველა სამუშაოებში, როგორც დაგეგმვის პროცესში, თავიდანვე ერთმანეთს უთანხმებთ, როგორი ტიპის დაგეგმა იქნება და შემდეგ განხორციელება და შემდეგ განხორციელების პროცესშიც თანამშრომლობით ვასრულებთ ყველა წამლობით ღონისძიებას. სურსათის ეროვნული სააგენტო ყველა მუნიციპალიტეტში აქტიურად ატარებს სამუშაოებს. ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ღონისძიებები შესაბამისი, ესე ვთქვათ, რეგიონის ჯგუფების ხელმძღვანელობით. აზერბაიჯანის ფაროსანა დაახლოებით აზერბაიჯანის ფაროსანასთან ბრძოლა სურსათის ეროვნული სააგენტომ დაიწყო დაახლოებით 2016 წლიდან აქტიურად დღემდე ხორციელდება, ესე ვთქვათ, წამლობითი ხასიათის სამუშაოები აზერბაიჯანის ფაროსანას წინააღმდეგ.
რაც შეეხება შეკითხვას იმას, რომ რამდენად ესე ვთქვათ მოიკლო რაოდენობა მაზიური ფაროსანის. კი, ნამდვილად დაგიდასტურებთ იმას, რომ წელს, რასაც ჩემი პრაქტიკებიდან გამომდინარე, ჩვენი თანამშრომლობის პრაქტიკებიდან გამომდინარე, რასაც მოსახლეობასთან ხვდებით, ვსაუბრობთ, ესე ვთქვათ, პრობლემებზე, ვღებულობთ მათგან სიგნალებს, სად არის პრობლემები, სად არის კრიზისული მომენტები, ესე ვთქვათ, რაოდენობასთან დაკავშირებით. ნამდვილად შემიძლიათ გითხრათ, რომ ამ წლების განმავლობაში გატარებული ღონისძიებების შედეგად აზიური ფაროსანას რაოდენობის ესე ვთქვათ მაჩვენებელი არის შემცირებული და ტრენდი ესე ვთქვათ დაღმავალია, კლებადია და ნამდვილად ეს ხასიათი აქვს იმის შედეგად, რომ სახელმწიფო აქტიურ რეჟიმში ახორციელებს წამლობით ღონისძიებებს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირების სისტემა, რომელიც დანერგილია ჩვენს მართვის ცენტრში. მოსახლეობას ღონისძიებამდე ეგზავნება SMS შეტყობინებები დაგეგმილი ღონისძიების შესახებ. ასევე მოსახლეობას თავადაც შეუძლია შევიდეს ვებგვერდზე ფაროსანა.g და თავად ნახოს დაგეგმილი ღონისძიებების განრიგი. ამასთან ერთად მოსახლეობასთან გვაქვს პირდაპირი კომუნიკაცია, ესე ვთქვათ, სოფლებში ვიზუალური დათვალიერების პროცესში. გვაქვს ასევე სამინისტროს ცხელხაზზე 15:0-ზე შემოსული სიგნალებით ვღებულობთ ინფორმაციას და ასევე ჯგუფის უფროსებთან შემოსული ზარების და სიგნალების საფუძველზე ვახდენთ რეაგირებას და ვეცნობით საჭიროებებსა და კრიზისულ მომენტებს თუ კი სადმე არის რაიმე ესე ვთქვათ მავნე ორგანიზმის კერები და საჭიროა თუ არა ჩარევა და ღონისძიებების გატარება. ფერმერებსა და მოსახლეობას ვურჩევდი და მოუწოდებდი, რომ ერთად ვებრძოლოთ ყველა მაზიურ ფაროსანას. სახელმწიფო წლების განმავლობაში ატარებს წამლობით ღონისძიებებს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ, მაგრამ საკარმიდამო ნაკვეთებში, სადაც სრულიად ეროვნული სააგენტოს სპეცტექნიკა ესე ინდივიდუალურად ვერ ახერხებს სამუშაოებს, ყველა ფერმერს, ყველა მოსახლეს მოუწოდებ, რომ თავად ინდივიდუალურად განახორციელონ საკუთარ საკარმიდამოებში, მცირე ბაღებში წამლობითი ღონისძიებები, მაშინ, როდესაც ამის საჭიროება ექნებათ, ხოლო პრეპარატები გამოიყენონ მხოლოდ სპეციალისტების მიერ რეკომენდირებული, ესე ვთქვათ, საშუალებები და მათთან ერთად დაგეგმილი სქემით განახორციელონ წამლობითი ღონისძიებები. ასევე ამასთან ერთად წამლობითი ღონისძიებების განხორციელებისას მოუწოდებდი და მნიშვნელოვანია მოსახლეობას, რომ გამოიყენონ უსაფრთხოების, ესე ვთქვათ, აღჭურვილობის საშუალებები, ვგულისხმობ თვალის დაცვას სათვალის საშუალებით, სასუნთქი ორგანოების დაცვას, ესე ვთქვათ, რესპირატორების გამოყენებით, თუნდაც რეზინის ხელთათმანების გამოყენებას და წყალგაუმტარი კომბინეზონის გამოყენებას, რომ არ მოხდეს პრეპარატის, ესე ვთქვათ, ადამიანთან კონტაქტი. აზიური ფაროსანა თავისი ბუნებრივი თვისებებითა და მახასიათებლებით საკმაოდ სერიოზულ გამოწვევებსა და პრობლემას ქმნის ჩვენი ქვეყნის აგროსექტორის მიმართულებით. იგი აზიანებს თითქმის ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო კულტურას, რაც საქართველოში, ესე ვთქვათ, იწარმოება მოსახლე ფერმერების მხრიდან. ასევე დავამატებ, რომ აღნიშნული მავნებელი გამრავლების საკმაოდ მაღალი კოეფიციენტით ხასიათდება, რასაც აუცილებლად ესაჭიროება საწინააღმდეგო წამლობითი ღონისძიებები, რასაც სურსათ ეროვნული სააგენტო 2016 წლიდან დღემდე აქტიურ რეჟიმში ახორციელებს. თუმცა მოსახლეობას მინდა მოუწოდო, რომ ყველამ ერთადერთიანი ჩართულობით, ერთიანი ძალისხმევით ვებრძოლოთ აღნიშნულ მავნებელს და მაქსიმალურად დავუცვათ სასოფლო-სამეურნეო კულტურები დაზიანებისაგან. სოფლიოში დღეისთვის 10,000-ობით ადამიანი ხდება ყოველწლიურად ტრაფიკინგის მსხვერპლი და სამწუხაროდ მათ შორის ყველაზე მოწყვლად კატეგორიას წარმოადგენენ ქალები და ბავშვები. ზრუნვის სააგენტო წელსაც უერთდება ტრაფიკინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საკმაოდ ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიით, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ტრაფიკინგის შესახებ. ამ კამპანიის ფარგლებში ადამიანები მიიღებენ კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა არის ტრაფიკინგი, როგორ უნდა ამოვიცნოთ ადრეულ სტადიაზე ტრაფიკინგის სავარაუდო შემთხვევა და ასევე რა სახელმწიფო სერვისები არსებობს ტრაფიკინგის და ძალადობის მსხვერპლისთვის. განვიხილეთ დღეს არსებული გამოწვევები და მიღწევები, ამასთან დაიგეგმა სამომავლო ღონისძიებები. სახელმწიფო ზრუნვის ფარგლებში ფუნქციონირებს ქვეყნის მასშტაბით რამოდენიმე 24 საათიანი თავშესაფარი და კრიზისული ცენტრები, სადაც მსხვერპლებს მოქალაქეებს შეუძლიათ მომსახურება მიიღონ როგორც ფსიქოსოციალური დახმარების კუთხით,
ასევე სამართლებრივი დახმარების კუთხით, მიიღონ მომსახურება ასევე სამედიცინო უზრუნველყოფის ხელშეწყობისათვის.